ეხლა ჩემო კარგებო, მე თქვენ უნდა მოგიყვეთ ერთი ძალიან ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის გულამაჩუყებელი ისტორია. გუშინ წინ დავედით ჩემმა მეგობრებმა აქ ფლორიდაში პან-ბიჩზე წამიყვანეს მუსიკალურ მაღაზიაში, იმიტომ რომ კონცერტისთვის მინდოდა გიტარა თბილისიდან წამოვიღეს საქსაფონი, ჩემი გიტარა აღარ წამოვიღე, იმიტომ რომ ბაგაჟი მქონდა ცოტა რაღაც პრიზები ჩამოვიტანე ფესტივალისთვის და ბევრი ბაგაჟი მქონდა და ამიტომ ჩემი გიტარა დავტოვე სახში და მჭირდებოდა, იმიტომ რომ კაი კონცერტი მოუმზადე ჩემს სპენელს და იყო რაღაც ნომრები, სადაც აუცილებელი იყო ამ გიტარის ქონა. და წამიყვანეს გიტარების მაღაზიაში, მაღაზია იყო ფანტასტიკური, სხვათა შორის მიხეილმა ჩემმა ახალმა მეგობარმა ნიუ-იორკიდან გადაიღო ყველაფერი და როცა მომოსდეს იმ მასალას აუცილებლად იმ მაღაზიასაც გაჩვენებთ, იმ მაღაზიაში როგორ უკრავდით და როგორ ვერთობოდით, მაგასაც გაჩვენებთ. ხო და რაც თავარია, თავარს მივადგეთ, რომ ბოლოს ავარჩიეთ გიტარა, თავისი ჩამოსაკიდებით ყველაფრით და დადგა ის საკითხი, რომ გიტარა ხომ უნდა წავიღო ბოლო თბილისში, ხო? ამიტომ საჭიროა ჩიხოლი. ხო და მივიდა ჩემი მეგობარი გამყიდველთან. გამოელაპარაკა რაღაც რა ჩიხოლი გვინდა, მან წაიყვანა რაღაც ჩიხოლები აჩვენა, ეს რბილი ჩიხოლები. ხო და მიხე მოვიდა და მეუბნება, რომ ახლა პრინციპში ჩიხოლს ლამის გიტარის ფასი აქვს. ხო და მეთქი არ მინდა მაშინ ახლა მაგას მირჩევნია 2 გიტარა ვიყიდო მეთქი და 3 გიტარა მექნება სახში, ხუმრობით. ხო და უთხრა რომ არ გვინდაო ჩიხოლიო და რაღაცები და ამ დროს მოვიდა კიდე ვიღაც ხანში შესული კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი არ ქონდა, ისიც იქ მუშაობდა გამოდის, ხო და უცბად გამახსენდა მამაჩემი, რომელმაც 18 წლის ბიჭმა, რომელიც ჯარში წაიყვანეს, ომი დაიწყო მაშინ და უკრაინაში მარჯვენა ხელი მოაგლიჩა დაბომბვის დროს ყუმბარის ნაწილმა, ხო და ეს ყოველთვის იმას ვიძახი, რომ ეს მამაჩემი, რომელიც ხელის დაკარგვამდე ძალიან კარგად უკრავდა გიტარაზე, მანდალინაზე და რაღაც ესეთ ინსტრუმენტებზე, რომ ჩასულა რაღაც დაუმტრევია მთელი ინსტრუმენტები და მე იმასაც ვამბობ, რომ ჩემი და ნანა, რომა და მე იმიტომ მიგვიყვანა მუსიკაზე, რომ პრაქტიკულად თავისი ეს მარჯვენა ხელი ჩადო ჩვენში მუსიკაში. მაგის სულს ვენაცვალე. ხო, და მოვიდა და ახლა უხსნით, რომ ეს ჩიხოლი არ გვინდა, ხო, სიძვირის გამო არ გვითქვია, ახლა არ გვინდა უთხარით და რაღაცები და ეს სახელა ადამიანი მანამდე გველაპარაკებოდნენ, ხო, რომ საიდან ხართო, ჩვენ აუხსენით საქართველო, ჯორჯია, უღონ საქართველო, რომ ჩვენ და უკრაინა ვართ ძმები და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთად ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ხო და ესეთ ლაპარაკი ვქონდა, მოკლედ, მაგას აღარ აქვს ამ მომენტში მნიშვნელობა და რო უთხარი თუ არის ჩიხოლზე, პრაქტიკულად ეს სახელა ადამიანი წავიდა და მოიტანა უფრო მაგარი ჩიხოლი, ერთად ეხლავე გაჩვენებთ რაზეა ლაპარაკი. დიახ, აი ამ ჩიხოლზეა ლაპარაკი. მოიტანა და ახლა ეს ჩიხოლი რო დავინახე, ეს რბილი ჩიხოლი თუ ღირდა ლამის გიტარის ფასი, მეთქი არ მინდა ახლა უთხარი, რომ ეუბნება მიშას, რომ არ გვინდაო. ხო და სახელა ადამიანმა გამოხედა მიშას და გინდათო, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საჩუქარიო. ჩვენ გჩუქნითო ამასო თქვენო და იცოდეთო. ყოველდღეო ჩვენო ვლოცულობთო, თქვენზეო, საქართველოსზეც და უკრაინაზეცო. სამნი ვიყავით შესული. ვანიჩკა, მიშიკო და მე. გავიხედეთ და ვანიჩკა თურმე გავიდა იქითაც რემლები მოადგა. მე და მიშიკო აი ესე დაგვაყარა, გევართ გაოგნებულები, იმიტომ რომ გვეუბნებოდნენ, რომ აქ ახლა არიციან, რომ ესე რა უცხო ხალხს რო ვიღაცამ რაღაცა აჩუქოს, ვიღაცა, ხო და აი ესეთ საჩუქარი გაგვიკეთეს, ესეთი ისტორიით მოვიდა ჩემთან ჩემი ახალი ინსტრუმენტი და
თურმე მსოფლიოში განსაკუთრებით აქეთ არის ხალხი, რომელსაც გულთან მიაქვთ სხვა ადამიანების ტკივილი, ქვეყნების ტკივილი, რომლებიც გვერდში გვიდგანან და დარწმუნებული ვარ, ესეთი ხალხი იქნება სულ გამარჯვებული და ესეთი ადამიანები იქნებიან ყოველთვის გამარჯვებულები. ამიტომ ჯერა, რომ ჩვენს და უკრაინასაც ძალიან მალე გვეშველება. ხო, და მაგის საპატივცემულოდ მოდით რამეს დაგიკრავთ ახლა ჩემ ახალ გიტარაზე. აი ჩემი გიტარა. ლამაზი გოგო. მოძვენაც ვარ, ჩემი დახარტული. ხო, და ეს ჩემი კომპოზიცია. მიყვარხართ